გამარჯობა ციოტონების მომხმარებლებო. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ორ პროგრამას. ერთი არის ქვია Logon Studio, რომელიც გიცვლით ამ ლოგოს. როდესაც Windows იტვირთება, თქვენთანაც დაახლოებით ასეთი ლოგო ჩნდება და შემდეგ უკვე ირთვება Windows. შეგიძლიათ ეს სტანდარტული სურათი შეცვალოთ ნებისმიერი სურათით. მოხმარება ხდება ასე. დააყენებთ პროგრამას, შემდეგ გავუშვებთ. ეხლა რომელი პროგრამითაც მე ვიწერ ამ ვიდეოს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გაჩვენოთ სრულყოფილად. ანუ იმ ადგილ ან ლოგოს არ აჩვენებს პროგრამა. აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, თვითონ პროგრამასაც მოყვება ბევრი, ასევე ის სურათები, რომლებიც თვითონ Windows-შიც მოყვება, აქ არის ჩაყრილი. ასევე შეგიძლიათ ის გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან. მონიშნავთ ერთხელ, დააწვევით ლუაც და შეიცვლება. ასევე შეგიძლიათ დააწვეთ downloads და თვითონვე გადაგაგდებთ ოფიციალურ საიტზე და გადმოწერთ ძალიან ბევრ ლოგოს. მეორე პროგრამას დავაყენებ თქვენთან ერთად. ეს პროგრამა არის ქვია ასე. ეს პროგრამა ცვლის დესკტოპზე არსებულ სურათებს, შეგიძლიათ დააყენოთ სხვადასხვანაირი და რო დადგება გაჩვენებთ უფრო კარგად რა შეუძლია. ამჟამად მიყენია ეს. შეგიძლიათ აირჩიოთ ესეთი აკვარიუმი, მისცემთ Upload Change. ასეა. ასეთი აკვარიუმი გექნებათ დესკტოპზე. ამ პროგრამას როგორც Logon Studio-ს ასევე აქვს ოფიციალური საიტი და შეგიძლიათ მოძრავი სურათები თუ ასე შემდეგ გადმოწეროთ და დააყენოთ როგორც თქვენი გემოვნების მიხედვით. ძალიან კარგი პროგრამა თუ კომპიუტერი გიწყობთ ხელს.
იმიტომ რომ ნამდვილად მიაქვს ოპერატიული საკმაოდ მიაქვს. ამ პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ ასევე დააყენოთ ჩვეულებრივი სურათებიც არა მარტო ანიმაციური. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა ამ ვიდეოში. კარგად სანდეულით.